დღეს მთავარი ძალისხმევა მიმართულია გლობალური საფრთხისკენ, რასაც კორონავირუსი ჰქვია და ქმედებების მთელი ჯაჭვი მიმართულია სწორედ აი ამ გლობალური საფრთხის პრევენციისკენ. თვითიზოლაციისა და კარანტინის ცნება თანამედროვე ადამიანისთვის არის დიდი გამოწვევა და ამ კონკრეტულ ვითარებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მივაწოდოთ ჩვენ შულებს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება შემიმყოფებით და ზოგადად რას წარმოადგენს კორონავირუსი. მთავარია არ მოვერიდოთ საუბარს ბავშვებთან ამ თემაზე და ავუხსნათ მათ, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა როგორც თქვენთვის, ასევე მთელი სამყაროსთვის. ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი ეს არის გულწრფელობის პრინციპი და აქედან გამომდინარე არ მოგერიდოთ საუბარი იმაზე, რომ რაღაცეები არ იცით, რომ არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხიც არ გვაქვთ და ეს არის ნორმალური. მთავარი ზოლი, სადაც გადის მშობლის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა დღეს, ეს არის ბავშვის უსაფრთხოების განცდა. და ბავშვის უსაფრთხოების განცდა პირდაპირ კავშირშია მის მშობელთან და პირდაპირ არის დამოკიდებული მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ვეცადოთ, რომ ამ თემაზე საუბრისას, ასე ვთქვათ, თავი შევიკავოთ ემოციურად მძაფრი გამოვლინებებისგან და ვესაუბროთ კონკრეტულ ფაქტებზე. და ზოგადად ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ პანიკაში და მივიღოთ ეს მდგომარეობა როგორც კონკრეტული რაღაცა მოცემულობა. ეცადეთ, რომ დადებითი კუთხით წარმოადგინოთ საზოგადოებრივი დეპრივაციის ეს სახე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მივაწოდოთ მათ ის რაღაცა დადებითი კუთხით. მაგალითად, გავამახვილოთ ყურადღება მისი როგორც სრულფასოვანი მოქალაქის პასუხისმგებლობაზე, რომელიც არის მიმართული სხვა მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობისკენ. დავანახოთ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მაგალითად ცნობადი ადამიანების ან მათი კუმირების სახით, რომლებიც ასევე უერთდებიან ამ აქციას და რჩებიან სახლში. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე მშობლებისათვის ალბათ ნაცნობია შვილებთან ურთიერთობის დეფიციტით გამოწვეული დანაშაულის შეგრძნება. რამდენჯერ გეოცნებიათ, რომ გქონოდათ უფრო მეტი დრო, რომელსაც დაუთმობთ საკუთარ შვილებს ან თუნდაც საკუთარ თავს. და აი ეს დროც დადგა. იმისათვის, რომ ეს ოჯახური თავშეყრა დიდ გაუგებრობას და უწესრიგობას არ დაემსგავსოს, სასურველია შემუშავებულ იქნას ეგრეთ წოდებული დღის რუტინა, რომელიც თავის მხრივ შედგენილი იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით, სადაც კონკრეტული საათები არის დათმობილი მაგალითად მეცადინეობისთვის. გამოყოფილია კონკრეტული საათი თამაშისთვის და თავისუფალი საათები იმისთვის, რომ მათი სპონტანურობის გამოვლენის საშუალებაც მიეცეთ. სასურველია, რომ ეს დღის აქტივობები და თვითონ დღის რუტინის შემადგენელი დეტალები იქნას შემუშავებული უშუალოდ თქვენი შვილის ინტერესებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მათ უფრო ეფექტურად მოახერხონ აი ამ დროის გამოყენება. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ისინი ყოველ დღეურ საქმიანობაში, რომელიც გვიწევს სახლში, მაგალითად დალაგების პროცესში ან საწმისკეთების პროცესში. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ისინი მათ მოახერხონ ჩვენთან უფრო მეტი ემოციური უკავშირის დამყარება. მოგეხსენებათ, რომ მშობლებისა და ბავშვების ერთ სივრცეში ყოფნა სულაც არ გულისხმობს, რომ აქ არის ჯანსაღი ემოციური უკავშირი. იმისათვის, რომ ეს
უკავშირი შედგეს, აუცილებელია რომ მშობელმა მოახერხოს გამოყოს ბავშვისთვის კონკრეტული საათი, საკმარისი იქნება ალბათ, რომელშიც იქნება 100%-ით ჩართული მასთან. ეს შეიძლება იყოს რაიმე სახის საუბარი, ან თუნდაც თამაში, რომლის პროცესშიც მშობელი მოახერხებს, რომ იყოს მთლიანად ჩართული ამ პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლების უმრავლესობას გვიწევს სახლის პირობებში მუშაობა და ამ პირობებში იგივე საქმიანობის გაგრძელება, რასაც აქამდე ვაკეთებდით, დღის რუტინა დაგეხმარებათ, რომ ეს დრო ზუსტად რაციონალურად და სწორად იქნას გადანაწილებული და თანაბრად დაგვრჩეს დრო როგორც ბავშვებთან ურთიერთობისთვის, ასევე სამუშაოს შესრულებისთვის და თავისუფალი დრო, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის. მნიშვნელოვანია გაგებით მოვეკიდოთ გაჯეტებთან ბავშვების ურთიერთობის ხანგრძლივობის ზრდას. მშობლებმა, რომლებიც ტოტალურად უკრძალავენ საკუთარ შვილებს გაჯეტების მოხმარებას, ვურჩევდი, რომ უფრო გლობალურად შეხედონ დღევანდელ რეალობას და დაინახონ ის უპირატესობები, რომლებიც რეალურად ინტერნეტ სამყაროს მოაქვს და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, რადგან დღეს თუ კი თქვენ ბავშვს უწევს ერთ მოწყობილობასთან ურთიერთობა, სრულიად შესაძლებელია და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მომავალში მასზე დროულად ბევრად მეტი მოწყობილობის გამოყენება მოუწიოს. ამიტომ შესაძლოა თქვენ ამ ტოტალური აკრძალვით მას ართმევთ უფლებას, რომ გამოიმუშაოს ის უნარები, რომლებიც მომავალში მას ასე სასიცოცხლოდ დასჭირდება. ამ ყველაფრის პარალელურად სწორი იქნება, რომ გავაკონტროლოთ კონკრეტული საათების, ის არ უნდა იყოს უსაზღვრო რაოდენობით და კონკრეტული საათების რაოდენობა, რომელიც იქნება გამოყოფილი კომპიუტერთან და უშუალოდ გაჯეტთან ურთიერთობისთვის. ასევე გასათვალისწინებელია სოციალურ ქსელში, ინტერნეტში ქცევის წესები და ამ მხრივაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ მათ ბავშვების წვდომას, მათი ასაკისთვის შეუფარებელი ინფორმაციასთან, ასე ვთქვათ. და ბოლოს შეეცადეთ, რომ ეს პერიოდი გახდეს თქვენი ბავშვისათვის მეტად დამამახსოვრებელი და მეტად სასიამოვნო, რადგან ის ისედაც დაამახსოვრდებათ მათ, როგორც სამყაროს გარდამავალ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად. ასე რომ მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს და მგონია, რომ სამყაროს ეს გამოწვევა რეალურად გვიჩვენებს ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც რეალურად აქვს სამყაროს და თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ასე ვთქვათ სოციალური დეპრივაციის პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ აღმოგვაჩნდება ახალი რესურსები, რომლებზეც საქმე უნდა დავფიქრებულიყავით, ახალი შესაძლებლობები, ახალი სურვილები და საერთოდ ეს არის პერიოდი, როდესაც შესაძლოა ძალიან ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ და გადავაფასოთ ყველაფერი, რაც აქამდე გვიკეთებია. შესაძლოა ჩვენ არ ვაქცევთ ძალიან ბევრ რამეს ყურადღებას, რომელიც დღეს უკვე არის ძალიან ცალსახა. ამიტომ გესურვებთ, რომ ძალიან სასიამოვნოდ გაატაროთ ეს დრო საკუთარ ოჯახის წევრებთან და აღმოაჩინოთ ძალიან ბევრი რესურსი საკუთარ თავში და ძალიან ბევრი სიახლე, რის იკეთებაც ალბათ გინდოდათ და უბრალოდ არ გქონდათ ამისთვის შესაბამისი დრო.